რეჟისორთან თუ მოგსვლიათ კონფლიქტი როდის? როგორ არა, ჩემი პირველი ფილმი, კონფლიქტით დაიწყო და დამთავრდა. რომელი ფილმი? პატარა მოკლემეტრაჟიანი, არ იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი, მოკლემეტრაჟიანი პატარა ფილმი იყო სხვა ფილმებთან ერთად. დღემდე არ მაქვს ნანახი. არ გამოსულა ეკრანებზე თუ გამოვიდა, მე მგონი აწარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არ მაქვს ნანახი და მოკლედ სულ სხვა რამეს ვსწავლობდით ინსტიტუტში, რას ნიშნავს პარტნიორი, როგორ უნდა პარტნიორთან ურთიერთობა და უცებ კამერაა პარტნიორი, აქ არის ის რა ქვია, შენი პარტნიორი და გეუბნებიან, რომ აი ასე დაელაპარაკე პარტნიორს, იმიტომ რომ შუქი აქედან გირდყავს, ის რაღაცა აქედან გირდყავს, ყველაფერზე ვკამათობდი. და ძალიან ვიცავდი ჩემ პრინციპებს, რომ ასე არ შეიძლება, ეს სიყალბეა, რომ აქ დგას ადამიანი და მე რაღაცნაირად აი ასე უნდა დაველაპარაკო და ჭკუი დამშლი და უდისციპლინობა, ანუ კინოს დისციპლინა, იმიტომ რომ მეტყოდნენ, რომ ხვალ დილის 9 საათზე რეჟიმია გაქვს გადაღება. დილით ადგომა მეზიზღება. დგებოდი რომ ფორმაში ყოფილიყავი ეს და რეალურად იწყებოდა 3 საათზე, ხო? არა, საერთოდ არავინ არ მოდიოდა. არც მირეკავდნენ რომ აღარ არის გადაიფიქრეს გადაღება, იმიტომ რომ რაღაცა მზე ისე არ ამოვიდა, ანიქიდან არ ამოვიდა და მე ფანჯარასთან ვიდექი, არ ჭამდი, შეჭამე. არა, ეხლა წამიყვანენ რა დროს ჭამა რა და კიდე მეორე უბედურება რომ მეცვა ძალიან მოღებული ტანსაცმელი, იმიტომ რომ ზაფხულში იყო გადაღება და ასე მხატვარმა ჩამაცვა კახა ქორიძე იყო მხატვარი, მე გავიცანი უკეთესად და კახა მოიფიქრა რაღაცა ესეთი ჯინსის შარვალი და ჯინსის ძალიან ამოღებული უზურგო უარაფრო რაღაცა ესეთი ნახევრად შიშველი რაღაც კეპკიანი რაღაც. დავიწყეთ ზაფხულში გადაღება და დავამთავრეთ იანვარში. და იანვარშიც მეცვა ეს მოღებული და მეტეხის ხიდზე დავქროდი ამ საზიზღარი ველოსიპედით, რომელშიც ხან ფეხი მყვებოდა, ხან რაღაცა ხდებოდა და ეს ფილმი იყო ჩემ ტანჯვა წამებასთან და მაშინ დავიფიცე, რომ არასოდეს კინოში არ წავალ. და მახსოვს ერთ რეპეტიციაზე ვხედავთ მე ბატონმიშასთან რეპეტიციამ და უცებ მოაკაკუნეს კარებზე, რომ უკაცრავათო ბატონმიშაო კინოსტუდიიდან მოვიდენო და გავედით როზე მითხარით თქო რა ხდება თქო და აიო ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა სცენარი გამოგიგზავნა თუ წაიკითხეთ არა თქო მე უთხარი არა ვერა თქო ვერ ვიმუშავებ იმიტომ რომ ისა თეატრში ვარ და როგორ ვერა უკაც გამომართე არა თქო კიდე უთხარი და ვერა თქო და შევვარდი ბატონ მიშასთან და რა იყო ესე მალე მოხვედიო არაფერი თქო ბატონ რა იყო რაზე დაგიძახეს რა ხო არ დავმალავდი და აი ესე თქო ბატონმა მერაბმა სცენარი გამოაგზავნა მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ არსად არ მივდივართ ბატონ მერაბს უთხარი უარიო კოკოჩაშვილს ეხლავე გაეკიდე და დათანხმდი წადი და წაიკითხე სცენარი და წადი სინჯებზეო ხო არ გაგიჟებულ ხარ შენ და აი ეს ფილმი იყო ბატონ მერაბთან ცხელი ზაფხული 3 და რამაც დაგაბრუნათ რამაც ფაქტიურად კინოში და როგორ დამაბრუნა ეს რა არ არის მნიშვნელოვანი. თქვენთვის ხომ ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობებია რა. სხვათა შორის არა მარტო თქვენთვის, ჩემთვისაც. კიდევ ერთი რეჟისორი იყო, რომელსაც აწყენინეთ იმის გამო, რომ საქორწინო მოგზაურობაში წახვედით და კი იყო. რა, საიდან იცით თქვენ ეს ამბები? არ მიხვდეთ. ეს ძალიან რთული ამბავი იყო, იმიტომ რომ ზაფხულში უნდა ქორწილი მქონოდა. იმიტომ რომ სხვა დროს მე ვეღარ მოვიცლიდით დაიწყებოდა თეატრი და სეზონი და არავინ არ გაგვიშვებდა მე და ზაზას და ველოდებოდით ამას რომ აი დავამთავრებთ ინსტიტუტს და ზაფხულში ჯვარი დავიწეროთ და ყველაფერი და ამ დროს ზაფხულში მიგზავნიან სცენარს. როდის არის გადაღებები? ზაფხულში. არა თქო, ზაფხულში ვერანაირად და ეს ვიცი იყო იქიდან წამოსული. რას ლაპარაკობთო თქვენ? უარს ამბობთო? არა თქო, იმიტომ რომ ზაფხულია და ასე უნდა გავთხოვდე რაღაც მე გვინდა წასვლა სადღაც და ვერ მოვახერხებ. არაო, ეხლავე წამოდი და თქვენ თვითონ უთხარეთ. აქედანო არც ერთი მაგის მთქმელი არ არისო. რას ქვია უარს ამბობთო და არ წავიკითხავ თქო სცენარს ტყილა. ეს იყო რაიკომის მდივანი, მე არაჩვეულებრივად ითამაშა ეს როლი იან ნინიძემ გახსოვთ. გახსოვს, თუმცა რეზო ჩხეიძე ძალიან ეწყინა და მე პერიოდის მერე სამაგიერო გადაგვიხად. და მივედით, ესე არ დამთავრდა ისტორია. მივედი ამ ტელეფონში, შევედი და ზის ბატონი რეზო, ბატონი თემურ ჩხეიძეზის მობრძანდით, წაიკითხეთ სცენარი. არა თქო ბატონო რეზო. არა? კითხა. აზრი არ აქვს, ანუ სისულელებს ლაპარაკობ, იმიტომ გონია რომ მართალი ვარ. და როგორ არ წაიკითხეთო? იცით რა, მაინც ვერ მოვახერხებ გადაღებას თქო და ვხედავ რომ თემურ ჩხეიძეს უკვე ეღიმება ესე პირი ცოტა იმასაც ჩაწია თავი და რაღაცნაირად ესე იღიმის. როგორ თუ არ ითამაშებ? მე ვთხარი ბატონო რეზო თქო.
იცით, ვთხოვდები. მე ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა რომ ყველა გახარებული იყოს, მე რომ ვთხოვდები და მას არანაირი რეაქცია არ აქვს, იმიტომ რომ სამი ცოლი ყავს ამ დროს მე მგონი უკვე და მევთხარი, ბატონო რეზო, ეს ხომ ერთხელ ხდება ცხოვრებაში და მივხვდი რომ ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ისიც მივხვდა რომ ეს პრინციპული გადაწყვეტილება იყო და კარგითო და ძალიან წარფშეკრული წავიდა. გადის დრო და აქ უკვე სამეგეროს გადახდა ხდება. ზამთარია, გამოაგზავნეს სცენარი, რომ ბატონი რეზო გადაღებაზე, კი ბატონო თქო, რა საკვირველია და აიო სცენარი გამოგიგზავნეთო. გადავფურცლე ეს სცენარი აქეთ, გადავფურცლე იქეთ. ვერ პოულობ რა უნდა ვითამაშო, არ არის არაფერი, არის რაღაც ახალგაზრდა გოგო მიდის ქუჩაში, ბავშვები ესვრიან გუნდას და გოგო ამბობს არ მესროლოთ და დამთავრდა. და ეხლა ფიქრობ, ეს არის როლი. დიახ, მივხვდი რაშიც არის საქმე. კი ბატონო თქო მეუთხარი რა საკვირველია, ზღაპარი ზამთარია, არაჩვეულებრივ სასტუმროში მოგვაწყეს, გავიდა 2 დღე და ვხედავ ჩამოვიდა ნინო ბურდული, ჩემი მეგობარი, ჩემი კლასელი. და რაზე ხარ თქო ნინო და არ ვიციო დამიძახესო რომ რაღაცა როლი მაქვს სათამაშო, რაღაცა მე მგონი პარკშიო. სად ნინო მეუთხარი პარკში. გამოიტანა სცენარი და აი ამ მეცხრე გვერდზეო თუ რაღაცა ზუსტად არ ვიცი რატო დამიძახესო, მაგრამ გოგო მოდისო და გოგოს გუნდას ესვრიან და გოგო ეუბნება არ მესროლოთ. ერთი მესამე დღეს კარგად რომ დავისვენეთ, ვიგუნდავეთ, ვისეირნე, დაგვიძახეს ბატონ რეზოსთან. აბა გადავშალოთ ეს სცენარი, გადავშალეთ სცენარი და წავიკითხოთო. ნინო მკითხა რომ ბატონ რეზო რომელი რა წავიკითხო? აი ეს გოგო თუ რაღაცაო. მე რა წავიკითხო თქო ბატონ? აი ეს გოგო. 2 გოგო იყოსო, ერთის მაგივრად 2 გოგო იქნებაო. ნუ გავჩერდით და ეხლა ვიწყებთ ამ კითხვას და კიდე მე ბატონო რეზო აქ არის ესეთი ფრაზა არ მესროლოთ რა და როგორ გავინაწილოთ თქო ნინომ თქვას არ მესროლოთ და მე იქნებ თქვა რა თქვა თქო და მიხდა მაგრამ ესე იმანაც ჩაიღიმა თემობა ისევ ჩაიღიმა და გადავიღეთ ეს ეპიზოდი მშვენიერი მე და ნინო არ მესროლოთ რა